ვინ უკვეთავს ტელევიზიებს რეკლამას, არასამთავრობო სექტორი მეტ გამჭვირვალობას ითხოვს და იმ პირთა გასაჯაროების აუცილებლობაზე საუბრობს, ვინც სარეკლამო კომპანიას რეკლამას კონკრეტული ტელევიზიებისთვის უკვეთავს. ტელევიზიები ამ ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში გარკვეულ პრობლემებზე საუბრობენ. 3 საათიანი განხილვა კომუნიკაციების კომისიაში და შეთანხმების გარეშე დასრულებული შეხვედრა. სოფო ბერიძე, გიორგი პაჩიკაშვილი დეტალებით. მაგას მიუხედავად აი რეკლამის სუნი რას არის და რას არ არის, ეს არის შეფასებითი, ამის გამო თქვენ არავინ არ დაგაჯარიმებთ. ტელევიზიების ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობაზე თანხმდებიან, თუმცა გამჭვირვალობის მასშტაბებზე ვერა. 3 საათიანი მსჯელობის შემდეგაც მაუწყებლებმა, არასამთავრობოებმა და მარეგულირებელმა კომისიამ ფინანსური ანგარიშგების საბოლოო ფორმაზე პოზიციები ვერ შეაჩერეს. არასამთავრობო სექტორი იმ პირთა გასაჯაროების აუცილებლობაზე საუბრობს, ვინც სარეკლამო კომპანიას რეკლამას კონკრეტული ტელევიზიისთვის უკვეთავს. პირთა შეშლა უნდა მოხდეს იმ დომენზე, რომ ერთი მხრივ არ შეილახოს მაუწყებლთა კომერციული ინტერესები და არ დაზარალდნენ ისინი, მეორე მხრივ დაკმაყოფილდეს საზოგადოების ინტერესი, იცოდეს ზუსტად რა ტიპის დაფინანსება შედის მაუწყებელში, რომ თვითონ გადაწყვიტოს, მიიღოს გადაწყვეტილება ენდოს თუ არა მაუწყებლის ამა თუ იმ პროდუქტს, როგორც საინფორმაციოს, ისე სხვა ტიპის პროდუქტს, რომელიც ასევე არის წარმოდგენილი. გავლენები ხო არ არის მარტო პოლიტიკური, გავლენები შეიძლება იყოს კომერციული. ჩვენ ერთ-ერთ რეკომენდაციად მარეგულებელ კომისიას მივეცით, რომ ანგარიშის ფორმაში აისახოს არა კონკრეტულად თქვა თანხა რამდენი შემოვიდა რომელიმე კომპანიისგან, არამედ სეგმენტაცია. ჩვენ შევთავაზეთ, რომ დაეჯგუფებინა თქვა 7,000-დან 20,000-მდე, 20-დან 50-მდე და ასე შემდეგ. იმისთვის რომ ქონოდა შესაძლებლობა შეგვედარებინა, ვის უფრო მეტი გავლენა აქვს ამ მაუწყებლებზე. ვინ ხარჯავს უფრო მეტ ფულს. სატელევიზიო ეკრანზე მოხვედრამდე რეკლამა ასეთ გზას გადის. დამკვეთი მას სარეკლამო სააგენტოს უკვეთავს. ტელევიზიის სარეკლამო დროს კი სააგენტო ყიდულობს. დღევანდელი კანონმდებლობით ტელევიზია ვალდებულია გაასაჯაროოს მხოლოდ რეკლამის მასთან უშუალოდ მიმტანის ვინაობა, ანუ სარეკლამო კომპანია. ინფორმაცია რეკლამის დამკვეთის შესახებ კი საჯარო არ არის. ტელევიზიის იურისტები ამბობენ, რომ კანონი ამ ტიპის გამჭვირვალობას მათ დღეს არ ავალდებულებს. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ არის დროის რესურსი, არის ფინანსური პრობლემები იმ კუთხით, რომ შესაბამისი ხარჯები გაიზრდება მაუწყებლებისთვის და არის მეორე მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ეს არის ფაქტობრივად სარეკლამო სააგენტოსა და კონკრეტულად მის კლიენტ შორის ურთიერთობა. იმას, რასაც კანონი არ გვავალდებულებს, ანუ დამკვეთზე მესამე პირებზე გასვლას და მათ შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ზიანი, მათ შორის კომერციული სანაკდემლოების გამჟღავნება, რომელიც არ სურთ იმ კონკრეტულ დამკვეთებს ჩვენთან მიმართებაში და ამის ვალდებულება შესაძლოა ჩვენ ხელშეკრულებით გქონდეს გაწერილი და სხვა ასევე შემაბრკოლებელი გარემოებები. ეს საბოლოო ჯამში მაუწყებლებზე აისახება, ჩვენს ასე ვთქვათ რეპუტაციაზე აისახება. დავა ფინანსური ანგარიშგების ფორმასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის დარბაზს უკვე გასცდა და საქმე ახლა სასამართლოშია. მარეგულირებელ უწყებაში განმარტავენ, რომ მხარეებმა შეთანხმება 31 მარტამდე უნდა შეძლონ. კომისიაც გამოდის კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად იყოს მიღწეული ფინანსური ასე ვთქვათ გამჭვირვალობა მედია ბაზარზე, თუმცა კანონში წერია, რომ კონკრეტულად რომ კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომელმაც მაუწყებელში კვარტალის განმავლობაში ასე ვთქვათ ფინანსური შენატანის სახით განახორციელა 7,000 ლარზე მეტის. დღეს მოქმედი კანონმდებლობით დღეღამის განმავლობაში ეთერში მაუწყებლობის 20%-ზე მეტი კომერციული რეკლამა არ უნდა განთავსდეს. ტელეკომპანიებს კი იმ დამკვეთების გასაჯაროება ევალებათ, ვისგანაც კვარტლის განმავლობაში 7,000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.